გეცინებათ, მაგრამ ადამიანებს ფიქრი არ უყვართ. ადამიანებს ურჩევნიათ მზამზარეული რეცეპტებით იცხოვრონ. ღიარლიყების მიწებება ემსახურება რამოდენიმე მიზანს, მათ შორის პირველი არის ეს, რომ დიქოტომიური აზროვნება, ანუ შავი-თეთრის პრინციპით აზროვნება არის ბევრად უფრო მარტივი და ადამიანებს ურჩევნიათ, რომ ვიღაცები მოათავსონ ან კარგის, ან ცუდის კატეგორიაში. მეორე მიზეზი ასეთი გაყოფის არის ის, რომ მე არ მიწევს დამატებით ვიაზროვნო და ჩემი შეფასება გავაკეთო. ანუ მე იმთავითვე ვექცევი კომფორტულ ზონაში, ჩემთვის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამ გადაწყვეტილებას არ ჭირდება არანაირი დასაბუთება. კიდევ ერთი მიზეზი ეს არის ის, რომ ბევრად უფრო მარტივია მრავალფეროვნების ნაცვლად. მე გავყო შუაზე ისინი ვინც არიან ჩემთან და ვინც არ არიან ჩემთან. ფაქტობრივად ავამუშაო პრინციპი, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია. დაყავი და იბატონე, ჩვენი მოგონილი პრინციპი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში თუ კი თქვენ ვერ მოძებნით რაღაცა იმ საშუალოს, რომლითაც ადამიანები გაერთიანდებიან, ასეთ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად გაწყობილი ჯგუფების მართვა ბევრად უფრო მარტივი ხდება. პროპაგანდის ყველა დებულება ემსახურება ფაქტობრივად იმას, რომ მოძებნოს მტერი, შექმნას ტყუილი, გაიმეოროს ეს ხშირად, იმის გამო, რომ თქვენ კიდევ და კიდევ დაგარწმუნოთ იმაში, რომ არსებობს სადღაც 64, რომლისკენაც თქვენ გზას გიღობავენ და ისინი არიან ამ 64-ის კარიბჭის გამხსნელები და აი სხვები ვიღაცეები უშლიან ამაში ხელს.